ერთი ესეთი შემთხვევაც მახსოვს, გოგონები შეჯიბრებაში იყვნენ, არის ხატული ტანვარჯიში რომ არის. ესენი ხო პატარა ბავშვები არიან 12-13, ნუ 17 წელს მეტი არა. იმის იქით უკვე ტანვარჯიში აღარ ვარგობს, ხო? და აი გაიმარჯვა ერთმა და დააყენეს პირველ იმაზე, ამაღლებულზე. და გვერდით აკეთეთ მეორე და მესამე. მაგრამ ვინც პირველზე იდგა, ჩამოვიდა და მეორე აიყვანა ზემოთ. იმიტომ რომ ეს გამარჯვება ამას ეკუთვნისა. აი რა ვთქვათ ასეთ ქცევაზე? თქვენ რასაც ყვით თქვენშიც რომ ასე მოიქცევა? როგორ რათაო, რა დაკერგა ოქროს მედალიო? არ აღწვენია გოგო, ამისთვის გამზადებდი, ამისთვის წაგიყვანდა შეჯურა, ამიტომ და ჩამოხედით დაბოღმილი, გაბოროტებული იმის გამო რომ თქვენ მაშინმა სხვას დაუთმო. მაგრამ თუ სულიერი მსჯელობა გვაქვს, იქნება კიდეც უნდა გაგვიხარდეს. აი რა დააფასა, რა დააყენა მაღლა, ხო? და რო დაბლა ეს ოქროს მედალი კი არაფრით უღირდა. სიმართლე უღირდა მას. სიმართლე. აი სად გაიმარჯვა მან.